ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატამ უდიდესი უმრავლესობით მიიღო მეგობარი აქტი, რაც არის ქართველი ხალხის უდიდესი მიღწევა და ამიტომ მე მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს გაწევრიანებისთვის ევროკავშირსა და ნატოში, მე მინდა მათ მივულოცო ასეთი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. Ნიშნავენია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ იმ 349 კონგრესმენისგან, რომელმაც გუშინ მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მეგობარი აქტს, 168 კონგრესმენი რესპუბლიკელია, ხოლო 191 არის დემოკრატი. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რასაც ჩვენ მრავალი თვის მანძილზე ვამტკიცებდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში არის ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის და რომ ეს გახდება სწორედ განმსაზღვრელი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის საქართველოსთან მიმართებაში. იცით, რომ მეგობარი აქტის ინიციატორი საქართველოს უდიდესი მეგობარი ჯო ვილსონია, რომელიც ბოლოს EUTO საპარლამენტო ასამბლეაზე ვნახე, სადაც ის საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით ბროშებს არიგებდა მსოფლიო ლიდერებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მეც მისახსოვრა იმისთვის, რომ მოიპოვოს მხარდაჭერა ამერიკის და საქართველოს ორმხრივი მეგობრობისთვის და ურთიერთობისთვის. მეგობარი აქტის მიღება ასევე არის ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის. ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის სპეცოპერაციის შემდეგ, ან მიიღებს დამატებით და უმძიმეს ფინანსურ სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდებიან ასევე მისი გარემოცვის წევრები, მისი პროპაგანდისტები და ეგრეთ წოდებული ბიზნესი, კორუმპირებული ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი. გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, რომ გვესმოდეს საკანონმდებლო პროცესი ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში, ქვედა პალატაში მიღებული მეგობარი აქტი გადაეცემა ზედა პალატას, ანუ სენატს, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ მეგობარი აქტი ასევე მოიპოვებს დიდ მხარდაჭერას. მინდა გაცნობოთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გეგმავს ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალ კვირას, სწორედ იმისთვის, მათ შორის რომ ვიმუშაოთ განსაკუთრებული ინტენსივობით სენატთან, ზედა პალატასთან, იმისთვის, რომ სენატშიც იყოს ასეთი ორპარტიული მხარდაჭერა მეგობარი აქტისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი, რომელიც ჰქონდა გამართლდა, რომ ქვედა პალატაში, წარმომადგენლობით პალატაში მეგობარი აქტი მოიპოვებდა უდიდეს უმრავლესობას და ეს ასეც მოხდა გუშინდელ კენჭისყრაში. მე მინდა კიდევ ერთხელ საზოგადოებას ასევე შევახსენო, რა იყო ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება, ეს იყო მშვიდობა და არჩევნების შემდეგ, სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც მან ჩაატარა, ჩვენ ხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ივანიშვილმა გამოუცხადა ცივი ომი. ივანიშვილი ევროპულ მშვიდობას პირდებოდა ქართველ ხალხს და ცივი ომი გამოუცხადა ასევე ევროპას. ივანიშვილი მშვიდობას პირდებოდა ქართველ ხალხს და ძალადობრივი ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს და განსაკუთრებული რეპრესიებით დაუპირისპირდა ახალგაზრდობას. დროა გააცნობიეროს ივანიშვილმა და მეგობარი აქტი არის სწორედ ეს გაფრთხილება და ეს სიგნალი, რომ მისი დრო ამოიწურა და რომ ერთადერთი ხსნა ქვეყნისთვის და ერთადერთი გადარჩენა მათ შორის მისთვის, რომელიც აღმოჩნდება უმძიმეს და ტოტალურ ფინანსურ იზოლაციაში, უმძიმესი სანქციების ქვეშ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მისი მილიარდების გადარჩენის ერთადერთი გზა არის ძალაუფლების დათმობა და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩანიშვნა. დამტკიცდა გუშინდელი კენჭისყრით, რომ ივანიშვილის პროპაგანდა ქართველ ხალხს ატყუებს და რომ ვერანაირი რესტარტი და ვერანაირი გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვერ იქნება. ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამას ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ. უღრმესი მადლობა საქართველოს ამერიკელ მეგობრებს, მეგობარი აქტისთვის და ასეთი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხის მიმართ.